სახელითა მამისაითა და დისაითა და წმინდისა სულისაითა. უპირველესად ყოვლისა სურს მოგილოცოს აწინდელი დღესასწაულები, კერძოდ დღეს არის ქართველთა წმინდათა კრება, ესევე ხსენება ათონის წმინდა მთაზე გაბწყინებულთა ღირსა და ღმერთშემოსილთა მამათა და ამასთან რუსეთის მიწაზე გაბწყინებულთა ყოველთა და ხსენება ჩვენი წმინდა მამის ივანე შავთელისა. როგორც ცნობილი გამოთქმა ამბობს, ყვამლი უცეცხლოდ არ ჩდება და გამრავლდა ქვეყნიერებაზე განსაცდელები, კონფლიქტები, ომებიც კი ეგრეთ წოდებული სტიქიური უბედურებები, რომელიც სულაც არ არის სტიქიური, სწორედ ამაზე მინდა დღეს საუბარი. ყველაფერ ამის მიზეზი თავი და თავი არის ჩვენი ადამიანური შეცოდებები. უпроსოროთ იქნება ვთქვათ ადამიანთა შეცოდებები, თორემ ცოდვები არ არის ადამიანური. ადამიანი, პირველი ადამიანები, ადამ და ევა, საიდანაც მოვდივართ, წმინდანებად შექმნა ღმერთმა. და არა თუ მხოლოდ მათი სული იყო უგდავი, არამედ თვით სხეულიც კი, რომელიც მანამდის უწინ თიხისაგან მიწისა მოზილა და დაფარა თავისი დიდებით. აი ეს საერთო დიდება ხდიდა მას უხრწნელსა და უგდავს. მას არაბუნებრივი არის არა ცოდვა, არამედ არა სიწმინდე, არამედ ცოდვა. ადამიანი წმინდანად შეიქმნა. და როგორც უფალი მოგვიწოდებს, წმინდა იყვენით, ვითარცა მე წმინდა ვარ. მაგრამ როგორც ხედავთ, განსაკუთრებულად ბოლო 10 წლეულების, საერთოდ ბოლო წლების გნებავს თვეების მოვლენები სრულიად საწინააღმდეგოს გვიჩვენებს. ადამიანები სულ უფრო და უფრო შორდებიან ღმერთს, რის პირველი და უშუალო შედეგია ზნეობის დაკნინება, ადამიანური სახის დაკარგვა, როგორც თქვენ ერში ამბობთ, და ადამიანში მხეცის გაგვიძება. ეს არ ხდება სპონტანურად, არამედ სრულიად შეგნებულად. გამოწვლილვით შეუძლებელია ჩამოთვალოთ ყველა ეს მოვლენები და გარემოებანი, რასაც ადამიანი მიიღავს აწინდელ მდგომარეობაში და რაც როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, მხოლოდ ჟურნალია იმ საზარელი მოვლენებისა, რომელსაც წმინდა წერილი ჭირის დღეებს უწოდებს თავად უფლის მიერ. აი განსაკუთრებულად ბოლო შემთხვევებში არა მარტო ომები მხედველობაში, არამედ ეგრეთ წოდებული ოლიმპიადა, სადაც აბუჩად იქნა აგდებული ქრისტეცა და მისი წმინდა საიდუმლოებანის, არა მარტო ზიარება, კრებსი ყველა საიდუმლო, საზოგადოდ ქრისტე და მისი ეკლესია. ეს სრულიად შეგნებულად ხდება ადამიანთა ფსევდოლიბერალური, ანუ უღმერთო ნეოფაშისტური ნაწილი, რომელიც ხელისუფლების სათავეშია გლობალური ხელისუფლების მიერ სწორედ მოყვანილი და მაგათი თავადი არის ეშმაკი, შთამაგონებელი, გნებავს ეს პროგრესულია აღმოჩენები, მეცნიერული ყველაფერის ბოროტებას ემსახურება. ამაზე ჯერ კიდევ თქვათ 300 წლის წინათ წმინდა ნილოს ვირონდინარე წინასწარმეტყველებდა, რომელიც ამბობდა, რომ ეს მანკიერი ესე იგი ეს მეცნიერული ეგრეთ წოდებული აღმოჩენები და წინსვლა პროგრესი მოუტანს ზნეობრივ დაკნინებას, გაუღმერთოებას და საბოლოოდ წარწმენას ადამიანს. და თუ თქვენ დაუკვირდებით, სწორედ ასე ხდება. აი ავიღოთ ერთ-ერთი ბოლო მოვლენები, როცა ერთი თვეც კი არ დაწყებულა ამ მოვლენების დასაბამიდან, როდესაც ისრაელმა დაარტყა ირანს. მოდით ესე ვთქვათ, როგორც ერში ითქმის. და დაარტყა არა უბრალოდ როგორც ქვეყანას, არამედ თერმოგეფრულ რეაქტორებს, საიდანაც ინფორმაციამ გაჟონა, უკვე რომ გაჟონა რადიაციამ. ჩვენ ჩერნობილის მიხედვით ერთგვარი გამოცდილება მივიღეთ, რაც შეიძლება მოუტანოს ადამიანს და არა მარტო ადამიანს, საზოგადოდ ბუნებას, ფრინველ ცხოველ და ასე შემდეგ, როგორი მუტაციები ხდება ადამიანშიც, ცხოველშიც და ფრინველშიც. მაგრამ ყველაზე ცინიკური იცით რა იყო, აი რამოდენიმე დღის წინათ შეესდგა ხელიჩაოშვილო. რამოდენიმე დღის წინ შეესდგა ეგრეთ წოდებული დიდი შვიდეული შეხვედრა, რომლებიც კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ესენი არიან უბრალოდ დიდი თოჯინები, რომელთაც
თუ კი აქვთ გამოფული და თავის ნებაზე ათამაშებენ, მოდი ზოგადად ვთქვათ, გლობალური ხელისუფლება, უფრო კონკრეტულად თუ მოვთხოვთ, სიონისტები, რომლებიც ამზადებენ ახალ მსოფლიო წესრიგს, ახალ მსოფლიო გაერთიანებას, რომლის დედაქალაქიც წმინდა სარმეთქველებათა მიხედვით ვიცით იქნება იერუსალიმი, სადაც დაждდება უშლოი იგი კაცი, როგორც პავლე მოციქული უწოდებს, ანუ წარწმენდეშვილი, ანტიქრისტე, რომელსაც მეშიახად სახელს დებენ სიონისტები. აქვე უნდა ვთქვა, რომ სიონისტები და ებრაელები უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ეს არ არის ებრაელი ხალხის მსოფლმხედველობა, არის რელიგიური აღკინება და სხვა. არის გარკვეული ძალები, ეგრეთ წოდებული ელიტა ბრჭყალებში, რომლებიც ყოველივე ამას საუკუნეებია გეგმავენ, მათი საუკუნოვანი კი არა, მრავალათეულ საუკუნოვანი ნატვრაა, დანატვრა, ოცნება, რომ გაბატონდნენ მთელ მსოფლიოზე და დატოვონ მხოლოდ იმდენი ადამიანი, რამდენიც მათ ხელის ბიჭება სჭირდებათ დღევანდელი გამოთქვა რომ ვიხმართ. ამაზე არაერთხელ გითხოთ, თავს აღარ შეგაწყობ. მოკლედ, რა იყო ყველაზე ცინიკური ამ შვიდეულის შეხვედრაში და დასკვნაში? ესე იგი, შეხვდნენ, იმჟელეს და დაასკვნეს. რა დაასკვნეს? ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას. ესე იგი, ისრაელმა დაარტყა და დაარტყა საშიშ ობიექტებს, კაცობრიობისთვის, არა მარტო ახლო აღმოსავლეთისთვის და მას აქვს თურმე ამის შემდეგ უფლება თავი დაიცვას. ისე როგორც ღაზაში როგორ შევიდნენ, აი როგორც ესე იგი ტერორისტი ყავდათ წლების განმავლობაში და არაერთი და ტერორისტ დაჯგუფები, რომლებიც სინამდვილეში მათ ემსახურებიან, მათ ნებას, ისინი რაღაც ანტისემიტურს მოიმოქმედებენ და ასე შემდეგ, ეს აძლევს ფორმალურად საბოს, რომ ისრაელი მაგალითად შევიდეს ღაზაში და დედაბუდიანად ამობუღოს ყველანი. სამხედროები კი არა მარტო და ეგრეთ წოდებული ტერორისტები და სხვა დაჯგუფებები. შვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც 10,000-ობით გაწყდა უკვე ღაზის სექტორში. მართალია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ესე იგი, განაკიქებს ისრაელის ხელისუფლების ამ საქციელს, მაგრამ არათუ არ იღებენ ამ შენიშვნას, პირიქით ემუქრებიან თქვენი ორგანიზაცია დასაშლელია და სხვა ახალი ორგანიზაცია უნდა შეიქმნას, რომელიც უფრო მოხერხებულად შეასრულებს მათ ნებას, რომელიც ადვილად დაიმორჩილებენ და ასე შემდეგ. აი როგორც თქვენი ენა რომ ვიხმარო ჟარგონული, პარადი დღეს და უკვე საკმაოდ დიდი ხანია სიონისტებს მიხავთ. ერთადერთი ადამიანი, ვინც დაამარცხა სიონისტები რუსულ იმპერიაში კერძოდ, იყო იოსებ სტალინი. ამიტომ სულ სიონისტებს განსაკუთრებულად და აქ მარტო ტროცკსაც არ გულისხმობ, არამედ სიონიზმს როგორც ესეთი და სტალინის ვანდერზი თუ წაგიკითხავთ, მე ვთარგმნე და ბევრს გავაცანი, თქვენ იქ ნახავთ, რომ ერთ-ერთი უახლოესი მიზანი უნდა იყოს სიონისტების დამარცხება, არა მარტო რუსულ იმპერიას, საერთოდ სრულად დედამიწაზე. ეს ის ბოროტი ძალა, ის ბოროტი ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ გაგებით მომდინარეობს სატანისაგან, რომელიც ამბობს, რომ ის არის თავადი ამ სოფლისთან. მას როგორც სურს ეს რა კი მისია, ისეთ წყობა შემოიტანს. სულიერს, რელიგიურ, სოციალურს, პოლიტიკურს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რაც ყველაფერი იქით მიემართება სწორედ. მაგრამ რა არის, იცით რა? თუ არა ჩვენი ცოდვები, არც არაფერი მსგავსი არ იქნებოდა დედამიწაზე. ეს არის თავი და თავი ყველაფერს. აი, საილუსტრაციოდ წმინდა სახარებიდან ერთბაშად რაც მაგონდება, ვიტყოდი. როდესაც უფალი ბითესდას ტბასთან მივიდა, ქრისტე მაცხოვარი ჩვენი. უამრავი ავადმყოფი იყო, სავსე იყო ხუთსტოვა, როგორც სახარებაშია ნათქვამი და აი ერთი მათგანი, ავადმყოფი, რომელიც მთელი 38 წელიწადი პარალიჩით იტანჯებოდა. გადაადგილების უნარი არ ჰქონდა. ადვილია სათქმელად, ენა უძლოა, მაგრამ საკუთარ თავზე რომ წარმოიდგინე, საზარელი რამ არის. საზარელი რამ არის. აი ახლა ხანს რამდენიმე თვის წინ გამეცნო ტელეფონით ერთ-ერთი დაბადებიდან ინვალიდი. ეტლში გაიზარდა და ეტლშია 37 წლის კაცია. და მე ვისმენ მის საუბრებს. აგეტირებათ. დროდადრო აქვს ფოთლები. რომ ის არ წყდება. სამწუხაროდ ერთ-ერთმა მღვდელმა მიაძახა მისმა მოძღვარმა, ასე ვთქვათ, რომ შენ ჯოჯოხეთში მოხვდები. მღვდელმა ეს არასდროს არ უნდა უთხრას მრევლს. შეიძლება უთხრას ამგვარად, რომ თუ არ შეენანებ უფლის სწავლები თუ სახარების,
ჯოჯის ხებში წარწყვეტები, მაგრამ გამოუტანო განაჩენი ცოცხალ ადამიანს, როდესაც რა თქმა უნდა არანაირი წინასწარმეტყველების ნიჭი შენ არ აქვს და ხალ უბრალოდ მღვდელი ხელდასხმული, ეს არის ნუ არ ვიცი. სრულიად გაუგებარი რაღაცა. და იმის შემდეგ ამაში სასოწარკვეთილება უფრო დრო-დრო მირეკავს და ხომ არ დავიღუპები და აი აკვიატებები მაქვს და შფოთვები. მაგალითად მომყავს ეს. და ახლა წარმოედგინეთ კაცი, რომელიც 38 წელიწადი იყო პარალიზებული. გადაადგილება არ ქონდა, როგორც ჩანს სახარები და პატრონიც არ ყავდა, უპატრონო იყო. არავინ არ ამყავს რომ ამიღოს და პირველი მე ჩამაგდოს ბითეს და ზღვაში და განვიკურნო, რადგან მხოლოდ პირველი შემავალი განიკურნება ავადმყოფობთან. როგორი ავადმყოფობაც არ უნდა ქონოდა. მოგლეთ. უფალმა გააფრთხილა, როდესაც განკურნა. წადიდა ნურღარა სოდა რაითა უძვირესი რაიმე არა შეგემთხვეს და ამაზე უძვირესი რა გაუნა ალბათ კეთრი. და კიდევ სხვა ზოგიერთ დაავადება განუკურნებელი. ესე იგი ამით უფალმა რა უთხრა? ის რომ შენ იტანჯები და იტანჯები ამდენი ხნით, შენი მძიმე სასიკვდინე ცოდვების შედეგი არის. მაგრამ თუ კვლავ შესწოდე, იცოდე რომ უარესად დაიტანჯები. მაგრამ გარკვეული აზრით ავადმყოფობას თუ ადამიანი მადლიერებით მიიღებს და ტვინვას არ დაიწყებს, აღიარებს რომ მისი ცოდვების შედეგია და მოთმინებას გამოიჩენს ღვთის წინაშე, დედამიწაზე მიეტევება მას ეს ცოდვები. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. მოკლედ, კაცობრიობა რაც უფრო მეტ შესწოდებს, მით უფრო დამძიმდება მდგომარეობა მთელს ქვეყნიერებაზე და რა თქმა უნდა ცალკეულ ქვეყნებში. როგორც ხშირად გვითქვავს და მოგიგონებია იპოლიტე რომაელიდან, როდესაც პირველი ომი დაიწყება, უახლოეს ხანებზე აქ ლაპარაკი, სხვა სახელმწიფოები და ერები ჭკუას კი არ ისწავლიან, რა უბედურება მოუტანა ომმა. თვით საავადმყოფოებიც კი იბომბება, არათუ მხოლოდ საცხოვრებელი სახლები. 10,000-ობით გარდაცვლილია და ბავშვები. ესე იგი, განუკითხავად ყველა რომ ეხლა როგორ აზროვნებს კაცობრიობა მაზღარში რომ მაზღარის ისიც შიერიც მაზღარი ეგონა რომ სხვისი ჭირი ღობეს ჭხირი ეს ხდება სადღაც პალესტინაში ის რაც ხდება პალესტინაში შეიძლება მოხდეს ჩვენთანაც მაგალითად საქართველოში ჯერ ერთი უკვე დღეს როცა ირანსა და ისრაელსა და irans შორის ომი დაიწყო დიდი საშიშროება ელოდება სამხრეთ კავკასიას და ამას ამტკიცებს ის წინასწარმეტყველებები, რომელიც ამ წლების და თვეების განმავლობაში თარგმნე და გაგაცანი თქვენ და ქადაგებაში მეტნაკლებად მოიხსენებიან. კერძოდ რა? მაგალითად, ცალკეულ ბერძენ და რუს მამათა წინასწარმეტყველებები ბოლო ჟამზე ომებზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ესევე ბოლო 7 ომი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკვე მიმდინარეობს 5-დან 2 უკვე ერთი მათ ჩაიარა, მეორე მიმდინარეობს. ეს ომები გადაბმით არ იქნება, ამბობენ წმინდანები. პატარა პაუზები გაკეთდება, ეგრეთ წოდებული მშვიდობა, რომელიც ხშირად ომზე უარესია და მერმე მოყვება ყველა დანარჩენი გარკვეული შუალედებით. გარდა მაგისა, ვახსენეთ ერთ-ერთი გასულ ქადაგებაში ერთ-ერთი ამერიკელი მართლმადიდებელი მღვდლის მამა სამუელ დევტერიანის გამოცხადება, რომელიც კუნძულ პატმოსზე ჰქონდა 40-იანი მკაცრი მარხვის შემდგომ. 5 კონტინენტის ანგელოზი ეჩვენა, თითოეულმა იწინასწარმეტყველა ამა თუ იმ კონტინენტს, რომელსაც ისინი ღვთის მიშვებით იცავენ, მიერ იცავენ კურთხევით, რა დაემართება. მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ომი, რომელზეც იწინასწარმეტყველა. სისხლის ბუბეები, რომლითაც დაიფარება ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ კავკასია. მოდით ახლა ცოტა რეალისტულად ვიმსჯელოთ. თუ ეს ომი არ შეწყდა და გაღრმავდა და ასეთი პირი უჩა, სწორედ ირანის მოსახლეობა დაიძრება სხვა ქვეყნებში. მათ შორის და პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ გემო უკვე გაუსინჯეს საქართველოს, ძალიანაც მოსონთ. ათეული და ასეული ჰექტრობით ყიდულობენ, ესენიც არაბების და ასე შემდეგ. შემაკავებელი მექანიზმები დღემდე არ ყოფილა. ასეთი იყო ევროკავშირის მოთხოვნა გლობალური ხელისუფლების, რომ გაიხსნა საზღვრები თავისუფლად ყველა ეროვნ. სინამდვილეში ეს არის მათი ვირეშმაკობა, როგორ დაასუსტონ ადგილობრივი ქვეყნები და ეს განსაკუთრებით დაისახება პატარა მცირე ერებზე და ქვეყნებზე. უკვე დღეს საშიშროების ქვეშ არის თქვათ მუსულმანური სამყაროსაგან საქართველო.
ჩვენი მოსახლეობა, რომელიც აბორიგენებისგან, ქართველებისგან იცლება, 1.5 მილიონია გასული და ივსება ძირითადში აფრო-აზიული მოსახლეობა. გაიხედეთ ქუჩებში. ეხლა ესეთ რეკლამა წავიკითხ ამ დღეებში, როგორი ფულთმოყვარულები არიან ქართველები, რომ ხელი შეუწყოთ საქორწილო ტურიზმს. ესე გამრავლებისკენაც კი მოუწოდებენ საქართველოში რა. და ეს მარტო ტურიზმს არ გულისხმობს, მე გიდა გითხრათ. აი ერთ-ერთი მაგალითად შემთხვევა ესეთი, რომელშიც ამა თუ უნივერსიტეტების რექტორატიც არის ჩართული, ცალკეული პირები, გარკვეული ორგანიზაციები, ნახევრად საიდუმლო არსებობს, ქათიფში გახვეული ორგანიზაციები, რომ ვერ გაიგე რა არის სინამდვილეში, რომლებსაც შემოყავთ აფრო-აზიელები ასაქმებენ საქართველოში და ვითომ უნივერსიტეტებში ირიცხებიან, ინსტიტუტებში წილებზია ლაპარაკი, ესე იგი დაახლოებით წელიწადში 250 მილიონ დოლარს იღებენ აი ეს ამ საქმის მუშაკები, ასე ვთქვათ. არავის სინამდვილეში სასწავლებლებში არ ეწყობა, ისინი მუშაობენ საქართველოში, რითაც მცირდება ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისათვის, სამუშაო ადგილები და იქმნება სხვა თავის ტკივილები და პრობლემები. რადგან ისინი მრავლდებიან გამალებით, ქართველები კი პირველები ერთ-ერთი სოფლიო სტატისტიკით არიან აბორტებით, საქართველოდან გაქცევით და ასე შემდეგ, აღარ მინდა მოყვე. ამიტომაც ამბობენ ირონიული ღიმილით ევროკავშირის ხელისუფალი, რომ 2050 წლისათვის საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დიდ უმცირესობაში. თუ ასე გაგრძელდა, ეს ასეც იქნება. ესეც არ გვადარდებს. თავარი რა არის, იცი? მე მქონდეს კარგი შემოსავალი. კაი ჭამა, კაი სმა. თათქარიძეობას არიშლიან ქართველები, რომელიც ერის მამაც უწოდებენ და ერის მამა მამხილად თათქარიძეობაში. პირველ ყოვლისა. გაზარმაცებული ხალხი. ესე იგი ამდენი ომების, ბრძოლების, ლომებს მებრძოდით, შეუერთდნენ რუსეთს და ესე იგი თერგი, რომელიც მოჰქუქდა თებში, ჭაობად იქცა აქ ჩვენთან. დაჭაობებული საქართველო და ჭაობის ბინადარნი ქართველები. გაზარმაცებული, სულ ხის ხელში მაყურებელი, რომელ ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ, ვინ საიდან გააკეთებს ფულს. მამულის გაყიდვის, სინდისის, მიწის, მამაპაპის სისხლით როა მორწმული და ოფლითა და ცრემლით და აქედან გაქცევით, ყიდიან, მიწებს გარბიან ნებიერი ცხოვრებისათვის. მალე გამოსაქცევი ექნება, მაგრამ ვეღარ გამოიქცევენ. აი ავიღოთ ისრაელი, სადაც ბომბარდირებენ ქართველებს. მე მახსოვს პატრიარქს ვახტი ლუდიაში წმინდა გიორგის დედის სამშობლოა, იქ მისი მონასტერი და წმინდა გიორგის სხეულის დიდი ნაწილი არის დასვენებული ამ ტაძრის პირველ ქვემო სართულზე, სადაც ისრაელში მყოფი ქართველები, ძირითადში დედაკაცები, უფრო შეხვდნენ პატრიარქს, ტიროდნენ და დალოცვას იტყოდნენ პატრიარქმა მამაშვილურად მოусმინა რა, მამაშვილურად ურჩია რომ დაბრუნდით საქართველოსში, სახე შეეცვალათ ქართველებს. აეჭრათ სახე, აელეწათ და უარი უთხრეს. პატრიარქი რა ახლა ძალას ხომ არ დაადას. ორიოდე სიტყვით გავანალიზე, რატომ უნდა დაბრუნდეთ. თქვენ რომ მიდიხართ, იქ სხვები მოდიან და კვიდრდებიან. ნახევარი ლუკმა გერჩიოს ესე იგი საქართველოში და ოჯახთან იყო და აი წასული დედაკაცები, ოჯახი მიტოვებული შვილები ვინისდებიან, მათი ძირითადი ნაწილი არიან ნარკომანები. და ესე იგი გზაშესტომილი ცხოვარნი სახარების ენით რო ვთქვათ. ამაზე უკვე ლაპარაკია ხმამაღლა, მიმართვების კეთდება შედარებით პატრიოტული ძალებისგან, მაგრამ ფსალმონის არ იყოს ვინისმინა ჩვენიო. ჩვენი აპარტამნებასთან ერთად ჩვენი უპირველესი მანკიერება ქართველების არის ვერცხლის მოყვარეობა, ფულთმოყვარულობა. ფულზეა ყველაფერი გაყიდული, რაც დაკარგულია საქართველოდან. აი ბოლო ერთ-ერთი დავით გარეჯის ნაწილი. ესე იგი, ვთქვათ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აი ეს მაღლობი სტრატეგიულად უნდა რომ მას ჰქონდეს. წარმოიდგინეთ თქვენ. სააკაშვილის რეჟიმის დროს პირადად მისი მონაწილეობით ეს მაღლობი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ასევე საქართველოსია. პირველ ყოვლისა გადასცეს. ხმები დადის, რომ გაიყიდა, რა თქმა უნდა, ისე ვინ რას მისცემდა. მადა ისე გაუღვივდა თუ ახლა საკუთრივ დავით გარეჯასაც ითხოვენ და ამტკიცებენ რომ აქ იყო ალბანეთი თუ იყო კარგად შეისწავლე ალბანეთის ისტორია
ალბანეთი, სადაც დღეს აზერბაიჯანია, პროქართველური ტომებით იყო დასახლებული. აღარ მინდა მოვყვე რა. და ირანს რომ უპყრობდნენ სპარსეთს მაშინ და სხვა, მაგალითად სომხებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს. დღემდე ისინი ითვლებიან ირანის მოკავშირეებად. უბრალოდ ძილობას დაუბრუნდეთ, შორს გაგვიტანს ასე, დაუბრუნდეთ რა მოხდება, როდესაც ირანელები და არა მარტო ისინი, რა თქმა უნდა, შემოვლენ საქართველოს, შემოვლენ სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანი მათ არ მიიღებს. რატო? ისინი ხო მუსლიმები არიან, იმიტომ რომ ისინი თურქები არიან. ხოლო ერთ-ერთი ტომია თურქულია, დღეს ჭიდრო კავშირია თურქეთთან. მთელი ისტორიის განმავლობაში თურქები და სპარსელები აწინდები ირანი იყვნენ დაპირისპირებული და პირველ ყოვლისა სამხრეთ კავკასიის გამო გავლენების სფეროებს იყოფდნენ, ასე ვთქვათ. ანუ აზერბაიჯანი მათ არ მიიღებს. სომხებს აქვთ ლავირების უნარი. მართალია მოკავშირეები არიან მათი, მაგრამ რა დაინახავენ რომ წაგებულ მდგომარეობაშია ირანი, იმას ისინი მიატოვებენ. და ეხლა უკვე ცდილობს ევროკავშირის შესვლას. ესე იგი, როგორ გითხრათ, ვინც გამარჯვებულ მდგომარეობაშია, იმისი მომხრეები ხდებიან ამერიშვილები სამწუხაროდ, ყოველთვის, რასაც მათი ისტორია ამოწმებს და სახელმწიფო არც არასდროს არ ქონიათ სინამდვილეში, ბოლო დროს საბჭოეთის დროს ჰქონდათ სახელმწიფო. ეხლა ორიოდე დღეს სიტყვა მოიტანა სომეხი მორწმუნეებზე ვენაცვალე ამათ მართლა, მაგრამ ეს არის როგორც ჩვენთვის არის მანკიერება, ჩვენ ერთ ამპარტავნება და ვერცხლის მოყრობა, ისე მათთვის ორგულობა და სიმზავრე. კერძოდ ამაზე ბასილი დიდი გრიგოლის ხვები ამბობენ თავს აღარ შეგაწყენ. ამ დღეებში ვკითხულობდი, ესე იგი ინტერნეტ სივრცეში და ვეძებდი რაღაც საგანს ჩემთვის საგულისხმო. რას ავასწრებ, ესე იგი სასულხეთის სომხების ერთი ნაწილი სრულიად თვითდაჯერებულად ჟელობს, რომ ამერიკა ადრე იყო არმენიკა. ახალი ამბავია, გილოცავთ. ესე იგი ყველაფერი ხო მოილიეს უკვე. სუმაგათია, აბსოლუტურად. შუმერების კულტურა, შუმერამდე კულტურა, ენა და არაფერი თავისი არა გარდა სივერაგისა, სამწუხაროდ. მათ დიდ ნაწილს ყველაზე არ ვიტყვი, რა თქმა უნდა. პირადად ბევრს ვიცნობ და ბრევლიც ამყავს და მეგობრებიც ყავს. აი ავლაბრიდან განსაკუთრებით. ავლაბრელი მღვდელი ვარ, ასე ვთქვათ. და ესენი ისე განსხვავდებიან სასომხეთის, როგორც სადა ქვეყანა ერთმანეთისაგან. ძალიან გავართ ერთმანეთს. აი ავლაბრელი თბილისელი სომხები და ჩვენ ბევრ რამეში. ამაზე აღარ მინდა ლაპარაკი, არავის დამცირება არ მომოძრაობს, უბრალოდ ფანტაზიებსაც და განცხადებებსაც საზღვარი უნდა გქონდეს. და ერთმა ესე იგი კომენტარებში დაუწერა, ნეტა ინდიელებმა იცოდნენო, ადრეს იციან რომ ისინი ამერიკაში ცხოვრობდნენ. ყოველთვის ეგონათ რომ ამერიკაში იყო. ამერიკო ვესპუჩმაც რო აღიარჩინა, ასე ეგონა ქრისტეფორე კოლუმბსაც და ჩვენს დღემდის. მაგრამ აი ეს კორექტივები უნდა შევიტანოთ, ესე იგი ისტორიაში. ანუ ისინი არ მიიღებენ, რა მინდოდა ამით მეთქვა. ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ მიიღონ ტოლვილები. თუმცა თავად იქ სომხები ძალიან ბევრი არიან. თქვენ რომ იცით დღემდის. და ირანის ხელისუფლება ყოველთვის ანგარიშს უწევდა მათ და უწევს დღესაც და კათოლიკოსებიც არა, 4 კათოლიკოსი ყავთ. სადაც წავიდნენ ყველა კათოლიკოსები ყავთ. თავიანთი ლოგიკურად რჩება საქართველო. ეხლა ჩვენ ავყაყანდებით ტოლერანტები ვარ ბუნებით და ტოლერანტები კი არა ხართ, იდიოტები ხართ. გულახდილად გეუბნებით. რეგვნები ხართ. აი ვინა ხართ თქვენ, მე ქართველი გეუბნებით ქართველებს. რომ мама პაპის სისხლითა და სიმწრით მოტანილი მიწები ასე დაარიგეთ, გაყიდეთ და მზართა ქართნების მიერ შემოუშვათ, ოღონდ ხეირი გქონდეთ იმის გამო, შფული გქონდეთ. ამაშიც ფულის კეთებას დაიწყებენ რაღა თქმა უნდა. რო ლანძღავთ რუსეთს და აგინებთ რუსეთი, როცა აქ იყო თურქეთიდან, ირანიდან და ბუზი ვერ შემოფრინდებოდა. დღეს აი მაგალითად ბათუმში, ბათუმ ქათქათაში სიმღერა როა კვარტალის კი არის უკვე თურქების და თქვენ იცით რამდენიმე წლის წინ რა მოხდა იქ. ერთ-ერთი ქართველი გული გზად მიდიოდა, ეს ბათუმია. რისი თურქების კვარტალი, რა კვარტალი? ასე თვლიან თურქები, ძირითადად თურქებით არიან დასახლებული. დრო დაინახეს მღვდელი ჯვრით. გააჩერეს. ლანძღვაგინება დაუწყეს, როგორ გაბედა მათ კვარტალში შემოსულიყო და ჯვარი კეთებოდა. ჯვარი ჩამოგლეძეს და სემეს ჯგუფურად. ქართველებმა რომ გაიგეს, შევარდნენ იმ კვარტალში და იყო ძლივს გააშველეს ერთმანეთისგან. სემეს თურქები. აი როგორი დაპირისპირებები და მერე რო აქ ვინმე მოუშვა ჩვენზე, რა მოხდება ძნელი არ არის წარმოიდგინოთ.
ერთმანეთზე რომ იწვევენ, აი ეს ფსევდოლიბერალი ქართველები და იარაღიც აქვს ჩუმჩუმად, ამ იარაღს განა იხმარენ ისინი დამპყრობზე არ იხმარენ, ქართველებზე იხმარენ. რატო? ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ და ესეთ ფულის საკეთებელი წყარო გაუჩნდეთ. თორე პატრიოტიზმი კი არ ამოძრავეთ და რასაც ლაკმობენ. სინამდვილეში ის კი არ ამოძრავეთ, მათ ეს ამოძრავეთ. შემოსავლები გქონდეთ, მერე ქართველების ამბები, ხო იცით, ესე იგი პატარა მონაწილეობას რომ მიიღე რაღაცაში, როცა მოვა ის ხელისუფლება, მერე თხოვენ წილებს გვერდში რომ დაუდათ. აი ჯვარი გამომისახია. ზვიად გამსახურდია ესთან საუბრო. და უკვე რომ იზაბება, ჯერ არ დაძაბრო, უკვე ნიშნებია დაძაბეს. კი არ გეწყინოს მეთქი, მაგრამ როგორც ქართველს გეტყვი მეთქი და როგორც მღვდელი მრევლს. როგორ დანიშნე მეთქი თანამდებობაზე? ან კიტოვანი, ან სიგუა. წარე ჩაიღიმა ზვიადმა და მითხრა, მამა არჩილ, ხომ ვიცი ქართველების ხასიათი. მიტინგებზე რო გვერდზე დაგიდგებიან, მერე ადგილებს ხოვენო და მათ ყავთ თავისი ლობი აქვთ იქ მერე პარლამენტშიც და ყველგან. და მერე რა გაუკეთეს? თავად ზვიას და ხელისუფლებას ეროვნულს ალბათ გახსოვთ. ჯერ კიდევ გახსოვთ. აი ასეთები ვართ ქართველები. ტოლერანტობით კი არა, ფულთ მოყვარულობით, ნებისმიერს მივიღებთ, ოღონდ საშუალება მოგვეცეს რამენაირად ფული გავაკეთოთ. აფრო-აზიელებისაგანაც და ვინც არ უნდა მოვიდეს აქ. და სომხები რომ ვახსენე, გიჟვრაცუას იმიტომ გვეძახიან, გიჟქართველები. ამაშიც მდგომარეობს ჩვენი სიგიჟე, მანკიერება. ულახდილად ვამ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეს რომ მოხდება, ამას ხელს როგორ შეუწყობს ევროხელისუფლება, რომელიც კბილებს ილევსას საქართველოს. ადრე თუ მინიშნებებით ლაპარაკობდა, ახლა პირდაპირ ვიცხადებს, რომ დიახაც მათი მიზანი ეს არის, შეცვალო ხელისუფლება და თავიანთი მარიონეტი ხელისუფლება მოიყვანა, ქვეყანა დაიმორჩილონ. დაინახეთ, ამ საბრალობლების ქართველებად წოდებულის ერთი ნაწილი, რომ მზად არიან ევროპასთან შეერთდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ კომფორტულად იცხოვროთ და აღვირახსნილად. და გქონდეთ აქედანაც ხეირი. და მერე ნახეთ ეკლესიის დევნა და სარწმუნოების თქვენ. ეხლა იტყვიან, ხალხს აშინებს, რა ვაშინებს, ხალხს გონება დაჩლონგებული ლოგიკურად აზროვნების უნარი აღარ აქვს. ნარკომანიის შეპყრობილებს ლოთობით, ბოზობით და სოდომით. ვეღარ აზროვნებს ლოგიკურად. როგორც გრიგოლ ნოსელის გვასწავლის აი ეს ბნებები საღ ნაწილს გონებისა, ესე იგი ნისლში ახვევს უკვე. ამიტომ თქვა ჯერ კიდევ ქრისტე მაცხვარმა 20 საუკუნის წინათ ქრისტეს მომავალ მკვლელებს რომ მიმართავდა. თქვენი მამა არის სატანა. აი ამათი მამა არის სატანა. ყველა მათი კანონებით. ეს რაც შეეხება ცდომილი ადამიანური გონების სურვილებს, ჟინსა და მისწრაფებებს. მაგრამ თვისობელ მარიამის სიღვთომია საქართველოს. უდიდესი წინაპრები ყავს. მათი ლოცვით, მეოხებით და იმათ მიერ, ვინც ამორჩეული ყავს უფალსა და ღვთისმშობელ მარიამს საქართველოში, ქართველი ერის მაგვიძარება ეგ არასდროს არ მოხდება. არასდროს არ მოხდება. და არა თუ გადავრჩებით, ივერია გაბწყინდება და გაბწყინდება სწორედ პირველისა სარწმუნოების ნიშნით, რაც იყო ყოველთვის ჩვენი გადამრჩენელი ამ 20 საუკუნის განმავლობაში. ისე რომ ჩვენზედაც რომ ასეთი ზედამოსვლა და ასეთი სიძულვილი, ასეთი მტრობა, აი ახლა უკვე სომხური ხელისუფლება ეძებს ლობს. მაკრონი პირველსა მისი ლობისტია. ფრანგული ხელისუფლება. შუმად იარაღით ამარგებს რისთვის რომ წაკიდოს აზერბაიჯანელები და სომხები ჩაითრიონ საქართველოს, მიწები გასუფთავდეს და დაიპყრონ ეს სრულიად ესე როგორი ჯერითი მათი სილაჩრე ჩანს. თუნდაც აი ახლა ისრაელმა რო დაიწყო ზევიდან ბომბებს შვიდობიან მოსახლეობას და ქვეყანას, რომ მინიმალური კონდეს ხერხული და რაც შეიძლება მეტი ამოხოცონ მეზობელ მათთვის მტრულ ქვეყანაში. იგივე მოხდება სამხრეთ კავკასიაშიც. მათ არც სომხები ახატიათ გულზე, არც აზერბაიჯანელები და არც ქართველები. ჩვენი მიწა და რესურსები უნდა და პირველ ყოვლისა გეოპოლიტიკური მდებარეობა. ჩვენი ცოდვების შედეგია დღეს რაც ხდება. ამიტომ მიწინასწარმეტყველა სული წმინდა და ეს წინასწარმეტყველება საქართველოში პირველმა ჩვენმა განმანათლებელმა
მოციქულთა სწორმა ნინომ შემოიტანა, რომელიც მერე ჩვენმა დიდმა და ღმერთშემოსილმა მამამ, ქართველმა მამამ სინაელმა ჩამოაყალიბა ერთ ძეგლად, რომელსაც დღეს უწოდებთ ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, სადაც ენიგმურად იდუმალ არის წინასწარ მეტყველება იმაზე, თუ როგორ მოკვდებოდა საქართველო ლაზარე, როგორ გაიხსნებოდა და ეხლა გახსნილების წნადობის პერიოდში ვარ, სწორედ ჩვენი უზნეობიდან და ყველა იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ჩვენს თავს საქართველოში, მაგრამ ლაზარე საქართველო უეჭველად აღსგება მკვდრეთი. ეს მოხდება ღვთისმადლით. ჩვენი გადარჩენის საიდუმლოება არის ჩვენი სარწმუნოება. არასდროს არც მოკავშირე ყოლია სინამდვილეში, არც პატრონი, არც გულშემატკივარი და არც მეტადრე მოყვარული, რომელიმე ამ ქვეყანა ან ერი, ყველას რაღაცა უნდა ჩვენგან, სხვადასხვა დროს. ამიტომ ღმერთი ყველა გზას მოგვიჭრის ქართველებს და მიგვიყვანს უფალთან და მივხვდებით, რომ ჩვენი საფარველი არის ღვთისმშობელ მარიამის უწმინდესი ლოცვები და ჩვენი ზეციური საქართველო პირობითად როგორც უწოდებთ ყველა იმ წმინდანებს, რომელთა ხსენება სხვათა შორის დღეს არის კრება ყოველი ქართველი წმინდანისა დღეს. ყველა მოიხსენიება. რატო წერია ქართველი? არა მარტო საქართველოში მოღვაწე, ესე იგი ყველა ვინც მოღვაწეობდა საბერძნეთში, სინათლაზე, მანგანესთაზე, შამთაზე, წმინდა მიწაზე და სადაც არ უნდა ყოფილიყო. ყველანი ესენი მოიხსენიებიან დღეს. დიდი დღესასწაულია მორწმუნე ქართველობისთვის. მე მინდა ორიოდე სიტყვით დასტურ ჩვენი საუბრისა მაგალითები მოვიყვანოთ პირველ ყოვლისა პატერიკული მოთხრობიდან საზოგადო წმინდა წერილის სწავლები და რა შემთხვევაში მოდის განსასწრებით ცალკეულ ადამიანებზე, ადრე გვისაუბრია უფრო გამოცული ცალკეულ ადამიანებზე, ახლა უფრო ერებზე და ქვეყნებზე და სად არის გამოსავალი. ჩვენი კარდავასულეთ პატრიარქთან რომ ტიროდეთ, პატრიარქმა იცით რა უთხრა, წამოდითო და სახე აელეცა და ახეთ უთხრეს. არა, მახსოვს ერთი გოგონა და გარეგნობით ძალიან ლამაზი გოგონა იყო და პატრიარქმა იცნობდა როგორც აღმოჩნდა, პატრიარქმა ესე იგი მოუყურთხევა მისცა და იამბორა. მოეფერა და კითხა, შენ რა შვებიშვილო? ჩამოხვალ საქართველოში რომ ახეთ, წაფრად. არა. პატრიარქი რომელიც ძალიან თბილია, ტაქტიკურია, ტაქტიანია, დიპლომატიურია და ასე შემდეგ, ცივად განშორდა ამ ადამიანს. აღარც გაუხედია იქით. აი როგორც მამა გაბრიელია მოდო ისე ჩემი საქართველო არ ყავს არც მე მეყავს ის. და მაშინ პატრიარქმა წოხილით უთხრა, დადგება დრო, თქვენ მოინდომებს საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ძალიან გაგიჭირდება, ან სულაც ვერ ჩამოყოლთ. ახლა გუშინ კადრები აჩვენეს, ქართველები, რომელსაც ესე იგი ტროსი რომ ჩაგება ვერ ჩამოიყვანდეს საქართველოში. ითხოვდნენ და ესე იგი საელჩოებს მიმართეს, რომ საქართველოში როგორმე გადმოეფრინათ ესე იგი დაბომბილი ქუჩებიდან ისრაელის ალკეული ქალაქებისა. ნუ რაღაც ერთი თვითფრინავი ღვთისმადლით ჩამოფრინდნენ, მაგრამ იქ ხომ ერთი თვითფრინავი არ არიან წასულები. საზღვარგარეთ არიან გასულები 1,5 მილიონი ქართველები, როგორც ბოლო სტატისტიკა ამბობს. და რა გადარჩა? ალბათ ერთი მაგდენი. დანარჩენი სულ ცხოველები არიან. ზოგი ესე იგი ტრადიციულად უკვე დიდი ხანი რომ საუკუნეები ცხოვრობენ, იგივე სომხები, აზერბაიჯანელები, ასურელები და სხვა და ზოგიერთები ახლა ჩამოთესლილი საქართველოში, რომელსაც ვერავინ ვერ გაიყვანს აქედან. თუ არა რაღაც განსაკუთრებული ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. ადამიანურად გაუგებარია, როგორ შეიძლება ამათი აყრა და უკან გაგზავნა. მარტო არალეგალურად მუსულმანი აქ არის 250,000 და ლეგალურად რამდენია, რომლის ლეგალიზებაშიც ფულს იღებენ გარკვეული ორგანიზაციები და ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს წარმომადგენლების კი არიან გახვეული და არა მარტო მაგაში, ასევე ტრეფიკინგში, ნარკორეალიზატორებთან წილებში და სხვადასხვა აღარ მოუყვები. აი ეს სიდამყლე და გარყვნილება, რის გამოც ღმერთი დაუშვებს განსაცდელებს. არა ცალკეულ ადამიანებზე მხოლოდ, არამედ ერზე და ქვეყანაზე. არის გამოსავალი, როგორ გადავრჩეთ? აი თვითონ მამა სამუელმა კითხა ერთ-ერთი კონტინენტის თუ არ ვცდები, ევროპის კონტინენტზე რომ ლაპარაკობდა, რომ პორტუგალიაში, ესპანეთში დიდი შიმშილობები იქნება და ასე შემდეგ, კანიბალობის შემთხვევები გახშირდება, ანუ კაცი რომ კაჭავს ადამიანსა, ნუ თუ თავის მორწმუნეებს დატოვებს ამ განსაცდელებში, მორიდებით კითხა ანგელოზს. არა, უფალი ამბობს, რომ მე ჩემს ერთგულს, ჩემ რჩეულს არასდროს არ დავტოვებ და გამოგვატარებს ამ განსაცდელებში.
ეს ურწმუნოებისთვის ნაკლებ დასაჯერებელია, მაგრამ როგორც მაგალითად ხშირად გვიხსენებია დიდი სქემონასონი მაკარია ამბობს იმ დიდი ჭირის დღეებში ანტიქრისტესი ჩვენ რომ არ იქნება სასვლელი და წვიმა და ბალახის ფესვებიც კი სანატრელი გაუხდებათ ადამიანებს ჩვენ თუნდაც ტალახს მოვზილავთ ლოცვას ვიტყვით უფლის მიმართ ჯვარს დავსახავს და უტყდეს პურებად შეგვერგება დიახ ღმერთმა რომელსაც არარავის სანი ქვეყანა ანგელოზი ადამიანი და შეუძლებელი სულაც არ არის ეს ბოლოს და ბოლოს რა არის სასწაულები აი მაგალითად ხატს დის ცრემლი გამოიკულიეს ექსპერტიზა ჩაუტარეს ცრემლის შემადგენლობა აქვს მაგალითად ღვთისმშობლის ხატი ხატს დის სისხლი ექსპერტიზა ჩაუტარდა და აღმოჩნდა რომ ნამდვილად სისხლია ადამიანური სისხლია სპირიტულ თრიმიტუნტელი ერთმანეთს რაც მაგონდება 17 საუკუნე არათუ გაუხსნელია ადამიანის სოციალური ადამიანის ტემპერატურა აქვს 17 საუკუნე მისხელს და რბილია და ეს მამა მიქაელი მართლა ჩვენი ყოფილი მგალობელი მღვდელი ცოლუკიძე და ყურში ჩამჩურჩულა იქ რომ პარაკლის ვიხდით რომ არათუ უბრალოდ რბილია სხეული და ახლა ძალა მოვიკრიბე იმიტომ რომ ესე არ არის რომ წმინდა სხელით შეეხო და მივედი მორიდები გადავეფარო რომ სხვებს არ დაენახა და თითი დავაჭირე სხეულის ერთ ნაწილს კლავზე თითი ჩაიძინა თბილი იყო მისი სხეული და რბილია როგორც გაშიშებული არ არის გაყვებული სასწაულები რომელსაც წმინდანები ახდენენ და ნოიტყვით რომ ახდენდნენ და დღესაც ახდენენ სასწაულებს ხატებიც და წმინდა ადამიანებიც რამდენი ზგნებას ჩემს 45 წლიან მღვდლობაში არაერთი მინახავს და მოწმე გავხდარვა ამისი და მრავალიცა სხვა ისე რომ შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისამიერ ეგლა იფეთქებმა მოგონებამ რომ ესე იგი ბერები გაეშურნენ სადღაც და უფსკრულში ხა ჩააგდეს რომ გაეგოთ რამ სიღრმეა რომ იქ დავანება თუ შეიძლებოდა მოღვაწეობისთვის და ადამიანებმა ამოსახეს და ძალიან გაუკვირდა დარი უდაბნო იყო და ჯურღმული იყო მხარო ჩავიდა გვიან ჩავიდა და იქიდან მოისმა ეკო ვინა ხართო ჩვენო დედაკაცები ვართო და ვერ გეჩვენებითო გადმოყარეთო ზედა სამოსელი ჩაუყარეს და 3 თუ 4 ამოვიდა აღმოჩნდა როცა ისაუბრეს ერთი იყო ქალბატონი ალექსანდრიიდან იყო და ეს გადაწყვიტეს მონოზნობა მაგრამ დიდი წინააღმდეგობები შეხვდა თან იყო დიდებული არისტოკრატი ჩუმად ყველაფერი დაარიგა თავისი მოწყალებაში დიდძალი ქონება 3 უახლოესი მხევალი წარიყვანა თან და ბევრი არის ცოტა ყველაზე მკვდარ უდაბნოში მივიდნენ რომ არავის არ ეპოვა და ჩავიდნენ ჯურღლოში და როგორ საზდოობდნენ გაუკვირდათ ყველას ყავს უბრძანაო უფალმა და მოქონდა ჩვენთვის დღეში ერთხელ საზდელი როდის წუხზე რატომ არადილით არა ბერები ნამდვილი ბერები დღეში ერთხელ იღებდნენ საზრდელს წუხრიდან საერთოდ გვიან ჭამა ღონეს მატებს მაგრამ ეკლესიური გაგებით სხვა მნიშვნელობაც აქვს ამ ყველაფერს საერთოდ მონოზონთა წინამძღვრად ითვლებიან ღვთისმშობელი მარიამი და იოანე ნათლისმცემელი ბერები მათი მიბაძვით ცხოვრობდნენ ასეთი ასკეტი იყო ღვთისმშობელი მარიამი ასევე როგორც იოანე ნათლისმცემელის დაობლდა ადრევე ესე იგი მოწამებით აღესულა მამა იმისი ზაქარია წინასწარმეტყველი დედას აღესულა ასაკის გამო და ბავშვობიდან სიყრმიდან იზრდებოდა უდაბნოში სული წმინდა ასაზრდოება როგორც აგერ მარიამ ეგვიპტელის ხატი გადმოყურებს ესე იგი წერა კითხვა არ იცოდა და როცა ბერ ზოსიმეს ელაპარაკებოდა ციტატები მოქონდა წმენწელი და გაუკვირდა როგორ თუ არ იცის აი სული წმინდა შვიდად უპასუხა ყველას მასწავლებელიაო ვინც გულს გაუხსნის უფალს ძახილზე ასევე პავლე მოციქული სახარებაში რომელიც განათლებული იყო რაბინული თვალსაზრისი ესე იგი სული წმინდამ გაანათლა ახალი აღთქმის მოძღვრებით და გახადა ყველაზე ცეცხლოვანი და ყველაზე გულმოდგინე მქადაგებელი ანუ როგორც ოქროპირი ამბობს ისეთი გახადა როგორც არასდროს არ ყოფილა ცისქვეშეთში და აღარ იქნება ქრისტეს მოსვლამდე აი რა ძალუც სული წმინდას ამიტომაც არის რომ სული წმინდას წინააღმდეგობა ადამიანმა როგორ უნდა შეუქმნა სოდვით და უნანელობით ადამიანი როცა სოდვაზე მატებს არ ნანობს სული წმინდას განიშორებს საერთოდ კი არ წყდება მაგრამ განიშორებს ისე როგორც ფარველი ანგელოზის ხოლო სინანულის შემთხვევაში აღავსებს მადლითა თვისითა რომელიც ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა ანუ ადამიანის თავისუფალ ნებაზე ბევრია დამოკიდებული
იქნება ღმერთშემოსილი თუ იქნება ეშმაკშემოსილი. ადამიანზე დიდად არის დამოკიდებული. ზალით ვერც უფალი, თავად უფალი რომ შელეწა, ჯოჯოხეთი ადამიანის გულს არ შელეწავს. მხოლოდ რეკს მორიდებით, იმიტომ რომ თავისუფალი ნებისად დაბადა ადამიანი, მან უნდა გადაწყვიტოს. არც უფალი შელეწავს და შევა ზალით ადამიანში, თუნდაც ყველა სიკეთე შეიტანოს და არც ეშმაკს მისცემს უფლებას არათუ გულში, საერთოდ ადამიანის გვამში შევიდეს, რომელიც ტაძარი აქვს ღვთისმშობლის, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის. უფრო მეტით ადამიანში კი რა ბინძური პირუტყვიროა, ღორშიც ვერ შევა, როგორც სახარებიდან ვიგებთ, თუ კი უფალი ამას არ დაუშვებს. და სადამდე ვცოდავთ, რომ ღორში კი არა, ღორებზე უარესები ვარ დღეს ადამიანები. ესე იგი ინფორმაციები წაიკითხეთ, რა ხდება. კადრებია, მაპატიეთ. ზაღლები ცხოვრობენ ქალებთან, ეს არის გადაღებული, დადებული ხალხის გასახრწნელად. პირდაპირი გაგებით ვამ. შიმპანზეებთან და ასე შემდეგ. სოდომური სოდვები, პროპაგანდა, აგიტაცია, გამრავლება, ტირაჟირება მიმდინარეობს. უკიდურეს შეხედეთ აი ამ ქალებს, მე დედაკაცს ვერ უწოდებ, ქალებს. აი 4 თვერო დაწანწალებენ, უთავო ქათმებით, როგორც ერთმა მათგანმა უწოდა. შეხედეთ ამათ, როგორი გინებიან, როგორი ლანძღებიან, როგორი ფურთხებიან. როგორ სემენ თვით ხელისუფლების წარმომადგენლებს და აი ამათ ყველას იცავს ეს გახსნელი ევროხელისუფლება. იმიტომ რომ მაგათი აგენტები არიან და მოვალეობაც აქვს რომ დაიცვას, რომ მათი გზით გავლენ, მაგრამ გაჭედეს თქვენიანი ჯარგონით ჭედავენ უკვე, ვეღარ ატარებენ თავიანთ გავლენებს ქართულ ხალხზე. ყველა მიხვდა ვინ არის. ასე არ იქნება გამუდმებით, რაც დღეს ხდება, თვეები და უკვე წლებია. ღმერთი, მართალია ღვთისმშობელი მარიამი მლოცველია ჩვენთვის და წმინდანები ზეციური საქართველოს მთას პირველყოლისა მხედველობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაჯელ სარდაჟის უფალი. ორ მაგალითს მოვივა. ღვთისმშობელ მარიამის სასაუთმოქმედი ხატია ერთ-ერთ მონასტერში. თუ არ ვსწრები, ლატოპენის. სადაც ესე იგი ავაზაკები, კორსარები, ზღვის ხატჩაღები უნდა დასცემოდნენ მონასტერს და ესე იგი როცა კანდელაკი მოვიდა ტაძარში, რომ კანდელები აენთო, ღვთისმშობელი და იმ ხატთან ანთებდა, ღვთისმშობელი დაელაპარაკა, რომ გადაეცი მამასახლის ან წინამძღვარს, რომ მონასტერი დღეს დილით არ გახსნა, როგორც ხდიან ჩვეულებისებრ. რადგან ავაზაკები უნდა დაესხნენ, ამოგწყვიტოთ თქვენ და გაძარცვონ რელიკვიები და სიწმინდეები ამ მონასტრისა. და ამას რომ ამბობდა, უფალმა უთხრა, ხატზე ხდება და ხატი მოძრავი შეიქმნა, მაცხოვარი და ღვთისმშობელი. უთხრა რომ ნუ ეტყვიო, ნუ გააფრთხილებო, უნდა დავსაჯო, ცოდვათა უნანელობის გამო. ეს იგი ყველაფერი რიგზე არ იყო იმ მონასტერში. ირღვეოდა ბერმონაზული ტიპიკონი. და ნახე როგორი კადნიერება აქვს ერთის თვით მაცხოვრეს ღმერთის მიმართ ღვთისმშობელს. თავის ზისა და ღვთის მიმართ და მეორეს მხრივ როგორ უყარს ჩვენ კაცთა მოდგმა, ხელი მიაფარა ბაგეებზე მაცხოვარს. ვინ გაკადნიერდება, ვინ გაბედავს ამას? და დაასრულა თავისი გაფრთხილება. იმ დღეს აღარ გახსნეს კარები და ავაზაკები გაწმილებული დაბრუნდნენ, გადარჩა. მეორე კი ღვთისმშობელს უდიდესი ძალა აქვს მის ლოცვებს, მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები, როცა თვით მის ლოცვასაც არ შეისმენს უფალი. მაგალითად, ეგვიპტური პატერიკიდან გებულობთ ერთ-ერთი მოთხრობიდან. დამასკოში შანს ყველაფერი რიგზე არ იყო, უკვე მომძლავრებაც იყო დაწყებული მუსლიმების, ქრისტიანთა შორის და ერთ-ერთმა ბერმა განდეგილმა გამოცხადება იხილა ლოცვის ჟამს. იხილა რომ მუხმოდრეკილი ლოცვოს მაცხოვრის წინაშე ღვთისმშობელი და ევედრება რომ შეიწყალოს ქალაქი დამასკო და შემოგარენი. ერთხელ, ორჯერ და სამჯერ სთხოვა, მაგრამ უფალმა სამივეჯერ უპასხა. უნდა დაისაჯნენ, რათა სინანული მაჩვენონ. მესამე დღეს მოდის ერთ-ერთი ბერი იმ ხარიდან, დამასკოდან, ამ განდეგილთან. და ეუბნება, რომ ამან კითხა, დამასკო როგორ არის?
გულშინ დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის დიდი ნაწილი დაინგრა, უამრავი ქრისტიანი მოწყდა და ადამიანი. ესე იგი რა, ქართველებს გვაქვს რა ალხეინი, უпроსტოდ რეგვენი ხასიათი, უდარდელი. იმაზე ნუ ვიქნები დაიმედებული ღვთისმშობლის. ელხვედრი ვარ, დიდი წინაპრები ყავდა, ჩამოთვლა გვიყვარს ვახტანგ, გორგასალი, დავით და თამარ, დიაღას დიდი არიან. მაგრამ თვით ამ დიდთა და ღვთისმშობელ მარიამის ლოცვასაც არ შეისწრებს, თუმცა ესე იგი ფიალას მოთმინებისას აუხსებთ ღმერთს. ჩვენ ისი არ გამოგვივიდეს, ურიებს რომ დაემართა 20 საუკუნის წინათ. ესე იგი ქრისტე მაცხოვრის, მესიის სწავლება არ მიიღეს, თავად მესია და თავი მოქონდათ ამ დროს რომ აბრამის თავმოვლები არიან. უფალი განუმარტავდა, ჩემო კეთილო, ღმერთ ძალოც ქვიდანაც კი აღუდგინოს აბრამს შთამომავალი. ეგ არ გაცხოვნებთ. გაცხოვნებს სამი რამ. შინაგანი ჭეშმარიტი რწმენა, აღსარებლობა ამ რწმენის და მოწამეობამდე ერთგულება და წმინდა და უბიწო ცხოვრება, ერთ-ერთი ჭეშმარიტი ფილოსოფოსობა. არავის არაფერი არ. ეგ კი არა ღვთისმშობლის შვილობილობა და აბრამის შთამომავლობა. იოანე ოქროპირი მსოფლიო მამა და მასწავლებელი ამბობს, თვით ქრისტეს ზეობა, ქრისტეს შვილობა არ გიშველის თუ ქრისტეს ცნებებით არ იცხოვრებ. და დიდება და მადლობა უფალს. მასშტაბსა შინა გვიანდელ შუა საუკუნეებში რუსეთში, კერძო ჩრდილო რუსეთში, ნოვგოროდში ასეთი საზარელი რამ მოხდა. როდესაც მთავარ ეპისკოპოსად ყავდათ წმინდა იონა, წმინდანი არის. მოულოდნელად იფეთქა ჭირმა, შავმა ჭირმა და იწყო მოსრვა მოსახლეობის. ესე იგი თავიდან ცოტა უდარდელად შეხვდნენ, მაგრამ მერე და მერე რამ სვერპლი იხილეს და მრავლდებოდა, ნოვგოროდელები შეშინდნენ, ჩავარდნენ უსასოობაში, ხონე მიხტილობაში. ვერაფრით ვერ აიცილეს თავიდან ეს ჭირი. არ იცოდნენ რა ექნა. ერთადერთი ვინც მხნეობას შეინარჩუნა ამდენ ქრისტიანში იყო წმინდა იონა. იგი დღემუდამ ქადაგებდა და განუწყვეტლივ და ასწავლიდა რომ ცოდვების შედეგია ის რაც ხდება, თუ გულწრფელად შევინანებთ, ღმერთი შეგვიწყალებს და მეხსევლად აიღებს ამ ჭირს. და მართლაც, ესე იგი, სხვა გზაც არ ქონდათ, მოიგონეს ღმერთი, რომელიც დავიწყებული ქონდათ განსაცდელის გამო და შიშნეულობისა და ერთად დაიწყეს ლიტანიობით მიმოვლა ნოვგოროდის გარშემო, გალობა, ლოცვა, აღსარებები გაამრავლეს, სინანულს გამოთქვამდნენ, ღმერთს შენდობას თხოვდნენ და ბოლოს გადაწყვიტეს სვიმეონ ღვთის მიმრქმელის ტაძარიც კი აიგო, რომ ის არის შემწე მოსვრის დროს, როცა ესეთი ინფექციური დაავადებები ჩნდება და ესე შემდეგ და ამას შემგებულობთ ესე კიდევ საიდან რომ დიდი ძალა აქვს სვიმეონ ღვთის მიმრქმელს. ჯერ ერთადერთი ვისაც სვიმეონ ღვთის მიმრქმელის სახელდება აქვს წმინდანთა შორის. მეორე მხრივ ნახეთ საგვარელო პეტრე ათონელის ცხოვრებაში ვკითხულობთ, როდესაც მეორე ჩავარდა ტყვედ, პირველად ჩავარდა არაბებთან, წმინდა ნიკოლოზ სევედროვ და სასწაულებრივად პირდაპირ გაგებით გაანთავისუფლა, მაგრამ აღთმა დაივიწყა, ბერად არ აღიკვეცა, ესე მცოდნ ცხოვრებას მიუბრუნდა და მეორე ჩავარდა უმძიმეს პირობებში, უფრო მეტად მძიმე პირობებში და წმინდა ნიკოლოზ სევედროვდა და მარხულობდა, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი ეჩვენა ბოლოს და უთხრა, შენ აღთმა გატეხეო, ამიტომ ჩემი შეწევნა შენ აღარ გიშველესო, განსასწრებელად ვერ გამოგიყვანს. ჩემზე ახლოს არის სვიმეონ ღვთის მიმრქმელი, ჩემთან ერთად პირველ ყოვლისა მას უნდა ევედრო, რომ გიშუამდგომლოს ღმერთთან და მართლაც და გამუდმებული სინანულისა და ლოცვის ნაყოფად იხილა მან ცხაჩი და არა სიზბრად სვიმეონ ღვთის მიმრქმელი და წმინდა ნიკოლაოზი, რომელთაც ესე იგი ხელი შეახეს ჯაჭვები ჩამოსული და ბორკილები გაიყვანეს, დააყენეს ქალაქ რომის გზაზე და შეახსენეს აღთქმა, რომ ბერად უნდა აღკვეცილიყო და ღვთისმშობელ მარიამის ლოცვა კურთხევა იყო ეს. პირველი მოსახლე ათონისა იყო პეტრე ათონელი, რომლის მერეც გამრავდა იქ ბერმონასბაბა. ეს არის ღვთისმშობლის მეორე წილხვედრი მხარე, თქვენ იცით ივერიის საქართველოში. ბევრი აჩუმათებს ივერიასაც არ ახსენ, მაგრამ ასე როდი არის სინამდვილეში. აი ახლა ხან სითარგმნე ერთ-ერთი დაუჯდომელი ათონის ღვთის იღუმენის, აი ამ ხატის დაუჯდომელი
და მათ შორის ჩამოთვლილია სხვა სასაულთმოქმედი ხატები, რომელიც ათონზეა დაბრძანებული სხვა სავანებში, სულ 20 სავანია და მათ შორის ივერიის ღვთის რომელიც არის და ისტორია არის მოგონებული, როგორ მოვიდა ათონზე, რა მადლია, რა ძალა და ეს უკვე მალე დაიბეჭდება და გექნება სიხარული, რომ აღოვლინოთ ეს ლოცვები ათონისთვის იღუმენიას, ღვთისმშობელ მარიამს. მოკლედ, ღვთისმშობლის განგებულება იყო და ღვთისა, რომ იქ დასახლებული იყო. აქედანაც ვგებულობთ, რომ წმინდა ნიკოლოზი, რა თქმა უნდა, უდიდესი წმინდანი არის, სოფლიო მნიშვნელობის წმინდანი, ასე ვთქვათ, ადამიანურად ვიტყვი, მაგრამ მასზე მაღლა დგას და ღმერთთან უფრო ახლოს სიმონ ღვთის მიმრქმელი. სხვათა შორის, ეს იგი რამდენიმე თვეა იხატება ჩვენთან სიმონ ღვთის მიმრქველის ხატი, მაგრამ იმის გამო, რომ გაჩნდა აზრი, იდეა, შეხედულება, რომ და იქ კურთხევას გამოვეცით, რომ უნდა დაიხატოს ღვთისმშობლის სასაულთმოქმედი ხატები, უკვე დაახლოებით ალბათ 20 ხატის დაუზრდუმელი თარგმნი და იხატება, ასე ჩქარა ვერ დახატავენ, რა თქმა უნდა. ერთი ხატწერი ყავს ამოჩენებული ჩვენი როლის ხელის მომწეს ლამაზი კალიგრაფია აქვს და მადლმოსილი ხატწერები სხვების ყავს რევლში. და ერთი სხვა სუხმე კიდევ ხატწერს ჩვენი მრევლიდან და უთხარი რომ ეს თან გავეხმურე რაჭველია მეთქი ეს ხატწერი და ესე ჩხარა ვერ დახატავს მეთქი არც მინდა გავახუჭებინო და ამიტომ არ ვაჩქარებ და იქნებ შენ რაღაც ითავო მეთქი და წმინდა მაკრინეს ხატი რომ არის იქ შემოსასვლელში აღდგომის ტაძარში ხელმართული მაგის ტაძარი არა მამფაო მე ასე ლამაზად ვერ ვწერო აი კარგია რომ თამდაბლობა აქვს ნიჭი აქვს მაგრამ თამდაბლობაც აქვს და კახას ნიჭი არის ერთ-ერთი რაღაც შეუდარებელი რა ამიტომ დაველოდები რომ მან დაწეროს ეს ხატები და ღმერთმა დღეთა სიგრძე მისცეს და ჯანმრთელობა და ამ ხატვის დროსაც თქვენ იცით რომ გულზე მოულოდნელად ოპერაციის გაკეთება დაჭირდა შეიძლება გადაიღალა კიდეს და ასე შემდეგ ღვთისმადლით ლოცვით ლიტურგიის ძალით კარგად გადაიარა ამ ოპერაციამ კარგად არის და უკვე წერს მაგრამ ვაჩქარე გუში ცოტა დავემუქრე კიდეს რომ ეს ფილმი როა არ დაიდარდო ხეზეროდის ის იპოლიტე ხვიჩია ორგანით და მოდელი როეულე დაუკარეთ და აიღალე პრაკლინო დაწყევლიო ის ციტატა მოვაგონე იუმორისტული ფილმიდან და გაეცინა რა თქმა უნდა და ეცდება რომ უკვე მალე ამთავრებს სიმონ ღვთის მემკვიდრის ხატს სახე გადარჩა და მამა გაბრიელისთვის მონასტრისთვის ხატავს მამა გაბრიელის დიდ ცელ ხატს და ამის მერე უკვე დაიწყება ხატი უფლის მიურულებელი თვალი ამაზე ცალკე მინდა გესაუბროთ ალბათ სავარაუდოდ ვისაუბრებ 4 შაბათს დაუჯდომელში რომ შევხვდებით ღვთისმშობელ მარიამის ხატის წინ და იქ მოგახსენებ უკვე დავიწყე შედგენა ვერ მოვიწიერეთ ვერც რუსულად ვერც სლავურად დაუჯდომელი უფლის მიურულებელი თვალი ამიტომ თავად დავიწყეთ შედგენა ჰიმნოგრაფია სხვა რაოდენობაა სხვა მასალა არის მადლობა უფალსა დიდება და იქიდან შედგენა პირველი ესე იგი პირველი ტროპარი პირველი 3 კონდაკი და პირველი 3 იკოსი უკვე შევადგინეთ საჩვენებლად სალომეს რომელიც ჩემ თანამოსაგრეა და თანამშრომელია ასე ვთქვათ დაუზრდომლებში რედაქტირება, გასწორება და მრავალიცა სხვა წავაკითხე საცდელად გემოსხილვისთვის და როგორია მეთქი და როგორც ამბობს და ის კახელია მეკარცლი და ჩვენთან პირფერობა არ მოდის ბლიფლენობა პირდაპირ მაჯახა რომ კარგი არისო ესე მითხრა და მეც ძალზე მომწონს მე იმიტომ მომწონს რომ ეს ჩემი არ არის ხმამაღლა იმიტომ ეს არის ჰიმნოგრაფია ჩემი რა არის ჩემი არის წებო ყვაწებები არა ხშირად წებო მთავარია რა იუმორისტული ფილმი ვახსენე აი ქვევრი რომ არის ფილმი ხო გახსოვთ ოტო წებო რო თქვა რა ეს რა წებოა ესე ვერ გამოიღეს უკანა ნაწილი ხო და მე ვცდილობ რომ კარგი წებოთი დავაწებო ჰიმნოგრაფიული საგალობლები ჰიმნები თავად ამ ხატზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით დაუჯდომლისას ვისაუბრებ გავაგრძელოთ მონათხრობი წმინდა ივანას ცხოვრებიდან. მოკლედ საბოლოოდ აჩვენეს რა ღმერთს დიდი სინანული და აღუთქვეს და იწყეს მეხსეულად მაშინვე როგორც კი აზრით ჩამოყალიბდა სიმონ ღვთისმირქმელის ტაძარი ჭირი აიკრიფა და გაქრა თითქოს არც ყოფილა. აი რა ძალა აქვს სინანულს. რა ძალა აქვს ლოცვას. ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს. დღევანდელ წირვაში მე არ ვიცი თქვენ შეამჩნიეთ თუ არა ჩაურთე რჩობლი კვერექსის შემდგომ ერთ-ერთი ლოცვა. რა ლოცვა იყო და რატომ წავიკითხე? საერთოდ წმინდა მამებთან ვნახე იყო უძველესი ტრადიცია, როდესაც იყო მაგალითად მიწისძვრები, წვიმიანობა პირიქით,
უნალექობა, განსასწრელი ჭირიანობა, სვრა თუ სხვა, ომიანობა თუ სხვა, გარკვეული ლოცვები იყო წმინდა მამათა მიერ და არის დღესაც შედგენილი, შეტანილია დიდ კურთხევანში. კურთხევანი ნიშნავს დალოცვებს. დიდი დალოცვების წიგნია. ყველა ლოცვა ჩვენი ცხოვრების, ეკლესიური ცხოვრების ყველა სფეროს ეხება აბსოლუტურად დაწყებული დედაკაცმა რაჟამს შობოს პირველ დღეს რა ლოცვა იკითხება დედაკაცს და გასრულებული სხვა ლოცვა თქვა ტაძრის კურთხევითა და სხვა შემთხვევებით და მათ შორის ბათის კურთხევაც კი ბოსტნის ყანის ესე იგი თლობის წინ ვიდრე რთველი დაიწყება ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი და წუთი იყო რელიგიური ჩვენი წინაპრების საზოგადოებრივ ქრისტიანების დღეს რა შემოგვჭა იქიდან თვით ეკლესიურად წოდებულ ქრისტიანებს ლოცვა ეზარებათ ტაძარში მოსვლა ეზარებათ მარხვა ეზარებათ გემოთ მოყარებაში ვარდებიან მარხვებში რაც არაკეთებენ ეგრეთ წოდებულ სამარხვებს რომელიც უფრო შეურაცხყოფა არის მარხვის სინამდვილეში უმწინასე როდი იყო აი დღეს რა ლოცვა წავიკითხე და რატო დიდ კურთხევანში ამოვარჩი ერთ-ერთი ლოცვა არის ასეთი ლოცვა რაჟას ტერი ბრძოდეს ტრები რო შემოდიან საქართველოში აგე რამდენი ხანია ტრები არიან საქართველოს შემოსული რა სულ ცოტა საუკუნე ნახევარი განსაკუთრებით ავიდა ბოროტი მტრები ყავს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში რაც მოხდა საქართველოში იმას გულისხმობ ყველა ეს დამხობები ყველა პროვოცირებული იყო ან მოსკოვიდან ან დასავლეთიდან რა თქმა უნდა და ეხლა თვითონაც აღიარებენ და რატომ აღიარებენ ამჯერად უკვე იმიტომ რომ გავლენის სფეროები გაიყვან ანუ მან ეს გააკეთა მას მეტი ეკუთვნის აქედან აქ მარტო რა თქმა უნდა საქართველოსი არ არის მაგრამ პირველისა საქართველოს რომ მომგებიანია სტრატეგიული მნიშვნელობები გეოპოლიტიკურად და აღარ მეთქი მე დანარჩენს ტურისტული თვალსაზრისით მინერალები ეხლა მარტო ერთ სოფელში უწერაში ვიყავი ესე იგი 2 ათეული მინერალური სხვადასხვა წყალი დამithვალეს გავსინჯე და რა ემღამეს არ ძინებია რა ესე ცუდად ვიყავი ამდენს უდარებ მინერალურ გასინჯვებში ეს გაგვისინჯე წყალია რა მოხდა მეთქი ვერე მთელი ღამე მძიმედ ვიყავი რა მოკლედ რო გითხრათ ხლა ეს სხვა ამბავია მოთხრობისა და ამ და ყველა სხვა მიზეზების გამო პირველსა თვალი ამიტომ უჭირავთ ჩვენს ქვეყანაზე რომელსაც ჩვენ ქვეყანას ვეძახით და ვითომ სამშობლო აღარც არის და სად არის სამშობლო დღევანდელი ქართველის თანამედროვე ქართველის ახალი ქართველის სადაც თბილი წყალია იქ მისი სამშობლო ეს გამოთქმა გაჩნდა 30 წლის წინ როცა ეროვნული ხელისუფლება დაამხეს წყალი არ იყო შუქი არ იყო და ამათ გამოისობით არ იყო სწორედ და ესე იგი სადაც ესე იგი უკეთესი პირობები იყო კომფორტის სამშობლო იქ იყოს ქართველისა მაგრამ წაიკითხეთ რაფაელ ერისთავის ლექსი გულის შემზრელი ლექსი არის აქ ჩანს როგორი იყო ესე იგი მსოფლმხედველობა ჩვენი წინაპრების შემართება არაფრით აღარ გავარ თითქმის ჩვენს წინაპრებს მაგრამ ეს სხვა სატკივარია სხვა დროს ვილაპარაკოთ ამაზე სხვა შემთხვევა, მაგრამ მსგავსი შინაარსითა და აზრით. ეს მოხდა სხვა ქვეყანაში, ბიზანტიის იმპერიაში, როდესაც ზეობდა ტახტზე იყო სამეფო ლეონ დიდად წოდებული, ესე იგი რამდენად დიდი წმინდანია, გარდა იმისა, რომ დიდი მეფე იყო, როგორც ესეთი ბიზანტიელთათვის. და ესეთი უჩვეულო მოვლენები დაიწყო ბიზანტიაში, განსაკუთრებით დედაქალაქის არეალში, კონსტანტინოპოლისა. კერძოდ რა ჯერ ერთიანად ჩამობნევდა ისე რომ დღე და ღამეს ვერ გაარჩევდი შემდეგ ცა გაუგებრად გავარვარდა გაწითლდა და ასე გრძელდებოდა 40 დღე და ღამის განმავლობაში შეშინდნენ ბიზანტიელები აღარ იცოდნენ გამოსავალი რა შეენახათ რა შეეცვალა ცაში რა შეცვლიდნენ და აი მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს ლეონ დიდი და კონსტანტინოპოლის იმჟამინდელი პატრიარქი ასევე წმინდანი გენადი პატრიარქი იმშელეს ისაუბრეს და დაასკვნეს რომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი რადგან ცას ვერავინ ვერ ნებროთი ვერ მისვლა და ვერც ვერავინ ვერ მისდება ერთი მხოლოდ სინანული გაძლიერებული ლოცვა და გამოვიდა მეფე და პატრიარქი შეყარა ერი რომელიც შიშნეულობაში იყო და განუმარტეს გამოსავალი სად იყო. მთელი ერი მიეცა ლოცვას, სინანულს, ლიტანიობას, განუწყვეტლივ დღე და ღამე, რომლის გარჩევაც კი შეუძლებელი იყო, ესე იგი გარსუვლიდნენ კონსტანტინოპოლს, ტაძრებს, ჰიმნებს გალობდნენ, ტირობდნენ, ავედრებდნენ, აგონებდნენ მათ სახელოვან ქრისტიან წინაპრებს.
და ევედრებოდნენ უფალთან ერთად ღვთისმშობელ მარიამს, სხვადასხვა წმინდანებს, ზეციურ ძალებს, პირველ ყოვლისა მართლმადიდებლობის მფარველს მიქაელსა და გაბრიელს. მათი სინანულისა და ლოცვის ნაყოფად მე-40 დღეს შეწყდა ეს საზარელი განსასწრება. მაგრამ თლად დაუჟელიც არ დარჩენილან შიშნელობის გარდა ბიზანტიელები რაღაცა ნაცრის მაგმარი ჩამოცვიდა ვება მასები ციდან, რომელიც ცეცხლოვანი იყო, ბალახს სვავდა და ამას იქ ხალხი აკრობდა და ამას იქით ესე იგი არ წასულა განსასწრელი. ხოლო შემდეგ აღუვლინეს რა ლოცვა კიდევ ერთხელ უფალს ჟუჟუნა წვიმა წამოვიდა ციდან, მერმე წვიმა ფრიად უხვი, ის რომ ყველგან ადამიანური ძალისმევის გარეშე ჩააქრეს ცეცხლი ხანძარი, რომელიც დაწვით ემუქრებოდა ტაძრებსაც, საცხოვრებელ სახლებს და ესე შემდეგ. აი ეს არის საგვარელო ჩვენი გამოსავალი. ჩვენ შორის უნდა იყოს, ამიტომ არის დროდადრო პატრიარქი კურთხევებს იძლევა თუ ჯვრიანი მსვლელობის, ანუ ლიტანიობის, აიაზმის ხურების ქალაქში, სოფლებში, დაბნებში, სხვადასხვა ეპარქიებში, რა თქმა უნდა, პირადად სახლში თუ დაუჯდომლებს თუ სხვა და ჩვენს, რა თქმა უნდა, მის უწმინდესობასთან ერთად გლები მოგიწოდებ ყველა სინანულისკენ და ლოცვისკენ. და ნუ იტყვით, რომ ირანის შორს არის, აქ არაფერი არ მოხდება. სავსებით რეალური, ამაზე უკვე ამბობენ პოლიტ და სამხედრო ექსპერტები. სავსებით რეალურია ეს განსასწრელი საქართველოში, რომელიც ამით არ დამთავრდება. და ჩვენი ცოდვების შემხედვარი უფალს რა არჩევანს უტოვებს სხვა. ამიტომ შევინავთ, მაგრამ ისი არიან გონება დაკარგულები, შეპყრობილები, ქართველობის ერთი ნაწილი. არავინ მეტადრე რიტუალებს ატარებდნენ, ეშმაკს იწვევდნენ თავიანთ მამას და არაფერი მათთვის არ არის მისაღები. სინანულს გააგებინებ, როცა პატრიარქსაც კი ლანძღავენ, მღვდლებს ლანძღავენ, აგერ მამაშალვაზე თავდასხმა იყო, პირდაპირ ფიზიკურად იწებდნენ და ასე შემდეგ. იგივე შეიძლება მოხდეს აქ და ნებისმიერ სხვა ტაძარში. ეს არის გავეშებული მასა, ჭკუა დაკარგული, შეპყრობილი ეშმაკისაგან. შორს ეშმაკი ჩვენგან დე ქრისტემ მაცხოვარს მოუხმობდეთ და მოვიწვევდეთ და ვადიდებდეთ თანა მამით და სული წმინდით ასდა მარადის და უგონითი ისამდე ამინ. ამას გარდა სურს ამ მიზნითაც არის დღესწენება ქართველთა წმინდათა, ათონელთა და რუსთა ყველას ამათ წინაშე პარაკლისი გადასავედრებელი აღუვლინოთ და შევთხოვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა არა მარტო რა თქმა უნდა საქართველოსთვის, არამედ ყოვლისა სოფლისათვის. ამენ.